აი უბრალოდ რა უნდა მოკვდეს ადამიანის წვენში ისეთი რომ მოუნდეს ვიდეოს ჩართვა რომელსაც ასეთი სათაური აქვს. ამაზე უარესი რაღაცა, ნარკოტიკები, აზარტული თამაშები, პედოფილია? ბოდიში მეგობარო, ეს ჩემი მოსაწყენი მხარე იყო. ახლა კი გადავიდეთ მხიარულ ნაწილზე. უკვე ყველამ გაიგეს რომ ნარუტოს ბიძაშვილის სიდედრის მხრიდან ქართველია. არ გჯერა? არა უშავს ჩემო შეუჩერებელო პინგვინო. ახლა ყველაფერს ავხსნი. მოდი იმისთვის რომ ყველაფერი დალაგებული გქონდეს, 3 პუნქტად დავყოთ ჩვენი ასახსნელი მასალა. პირველი, საიდან ვიცით რომ ნარუტოს სიდედრი ყავს? საინტერესოა ხო? და ლოგიკურიც. მეორე, საიდან ვიცით რომ ნარუტოს ბიძაშვილი ყავს საერთოდ? ეს ხო საკმაოდ საინტერესოა. და მესამე, საიდან ვიცით რომ ის ქართველია? არ შევჩერდეთ და პირდაპირ დავიწყოთ მეორე პუნქტიდან. ალბათ იცით თუ რამხელა ჩარფუზანა აქვს ახლა ხელოვნურ ინტელექტს მოწყობილი, ხო? ხო და მოდი სწორედ ამ ხელოვნურ ინტელექტს ვთხოვოთ დაგვიხატოს ნარუტოს ბიძაშვილი. არ მოელოდი? აი ამის დამადასტურებელი მტკიცებულებაც. მოიცა შენ ამბობ რომ ყველაფერს აგენერირებს რაც არ უნდა დაუწერო? როგორც ჩანს გაგებაში არ ხარ თუ როგორ მუშაობს მსგავსი ხელოვნური ინტელექტი მეგობარო. კარგი, შევეცდებით ძალიან მოკლედ რამენაირად განგიმარტო. წარმოიდგინე თუთი ყუში, რომელსაც გინდა გამარჯვების თქმა ასწავლო. ამის მისაღწევად შენ ხო დაჯდები და ბევრჯერ გაუმეორებ სიტყვა გამარჯვებას და ის რაღაც მომენტის შემდეგ დაიწყებს რაღაც მსგავსის განმეორებას. ხო და სწორედ ასეა ხელოვნური ინტელექტიც. მაგალითად ჩვენი მიზანია რომ ხელოვნურმა ინტელექტმა ისწავლოს ზაღლისა და კატის ერთმანეთისგან განსხვავება. ამისთვის მას უნდა მივცეთ ძალიან ბევრი ფოტო, სადაც იქნება კატა და ვეტყვით რომ ეს კატაა და ძალიან ბევრი ფოტო, სადაც იქნება ძაღლი გამოსახული და ამ ფოტოებზეც რა თქმა უნდა ვეტყვით რომ ეს ძაღლია. შემდეგ კი მას უნდა დავავალოთ მეცადინეობა, რომ ამ ფოტოებიდან მაქსიმალურად ისწავლოს ძაღლისა და კატის გარჩევა. ამას უკვე დრო და რესურსი ჭირდება. და როცა მეცადინეობას დაასრულებს, მას ექნება შესაძლებლობა გითხრას იმის ალბათობა, თუ რამდენად გავს შენ მიერ ნაჩვენები ფოტო ძაღლს ან კატას. შესაბამისად, ანუ როცა იმ ხელოვნურ ინტელექტს ავარჯიშებდნენ, რომელმაც მე ახლა ეს ნახატი დამიხატა, მას თავიდანვე მისცეს ის ფოტოები, სადაც იყო გამოსახული სწორედ ეს ჩვენი ბიძაშვილი და თანაც სიდედრის მხრიდან. ახლა კი მოდი პირველ პუნქტზე გადავიდეთ, რათა დავამტკიცოთ რომ მას მართლაც ყავს სიდედრი. ხო გახსოვს რომ ნარუტოს თავიდან საკურა მოსწონდა, ხო? ეს ჩემს სიმღერაშიც კი კარგად ჩანს. თავიდან საკურა მევასა, მაგრამ მე არ ვევასე. მაგრამ საკურას რადგან ნარუტო არ მოსწონდა, ნარუტო მიხვდა და თქვა რომ საკურა არა სერატონინიო რა და გადაწყვიტა ცხოვრება გაეგრძელებინა. რის შემდეგაც მან ჰინატა შეირთო, რაც ნიშნავს იმას რომ მას ბიოლოგიური სიდედრი ყავს ცოლის მხრიდან. შესაბამისად ჩვენი პირველი პუნქტიც ამოვწურეთ. დაგვრჩა მხოლოდ მესამე და მოდი გადავიდეთ სწორედ ამ ფაქტზე. ნარუტოს როცა წარმოიდგენ, მასთან ერთად წარმოიდგენ ხოლმე იმ ხაზებს, რომლებიც ლოყებზია, ხო? გაგახსენებ, რომ მას 6 ასეთი ხაზი აქვს. ახლა კი მოდი იაპონური ალფაბეტის მე-6 ასო ვნახოთ. ეს არის K. გინდა დამაჯერო, რომ ეს დამთხვევაა? K ხო ქართველს ნიშნავს, რადგან დედამიწაზე ყველა ნუბია ქართველების გარდა და სიტყვა ქართველს ვერ ამბობენ. ამის გამო ქართველს ამბობენ. შესაბამისად, მივედით იმ ფაქტამდე, რომ ნარუტოს ბიძაშვილის სიდედრის მხრიდან არის ნამდვილი ქართველი. გახსოვდეს, რომ ცოდნა ძალაა. ჩვენ ერთად უნდა ვიყოთ. ერთი თხილის გული 9 ძმამ გაიყო. აბა, წარმატებები. შენ ხარ ყვავილი ვიცი და როცა შენთან ერთად ვარ, მართლა არ ვიცი რა გითხრა, baby-ო. შენ ხარ ისე ჩემს თავში, როცა ვარვე ჩემ თავთან, ვფიქრობ რა მინდა გითხრა, baby-ო. ყველაფერი რასაც შვები, ვაკეთებ მხოლოდ შენთვის, ყველაფერს და თან ყოველთვის, baby-ო.